გამარჯობათ, შემოგამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რა იფიქრა ადამიანმა თქვენზე ბოლო საუბრის შემდეგ. ან შეხვედრის. დაუშვათ თქვენ თუ შეხვდით თქვენთვის საინტერესო ადამიანს, თქვენთვის სასურველს, ან ესაუბრეთ ტელეფონით, ამ საუბრის ან შეხვედრის შემდეგ მან რა იფიქრა თქვენზე. ნახოთ იმ ადამიანის სიგნიფიკატორი კარტი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ. და ასევე თქვენი სიგნიფიკატორი კარტი, თქვენი დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, კარტი. ესე იგი, თქვენი ადამიანი არის საკმაოდ ემოციური, სასიამოვნო ენერგიების მატარებელი ადამიანი, სასიამოვნო გარეგნობის, მსუბუქი და ასე ვთქვათ, თავგადასავლების მოყვარული. თქვენ ამოდიხართ უფრო ესეთ კონსერვატიული ხასიათით, სტაბილურ ენერგიებში, თქვენ ზუსტად იცით, საით მიდიხართ, ყოველთვის წინასწარ გაქვთ დაგეგმილი, რა, როგორ, რანაირად, ვისგან რას უნდა მოელოდე და ვისგან რა გჭირდებათ, ასე ვთქვათ. დაახლოებით ასეთია თქვენი აღწერილობა და თქვენი ადამიანის. ვისთანაც დაემთხვათ ვირფასებო და ვინც მართლა ასეთები ხართ, ან დაუშვათ 80% მაინც თუ დაემთხვა, განაგრძეთ ნახვა. ვისთანაც სრულიად სხვა სიტუაცია, რასაკვირველია, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ. ნახოთ რა არის თქვენს შორის ახლა. თქვენს შორის არის სიშორე. ასე ჩანს ვერფასებო, შეიძლება იყოს იგნორი, შეიძლება იყოს დისტანცია. არ ხართ ახლოს, აი ასე აჩვენებს. კარგით, ამ ადამიანს თუ ესაუბრეთ თქვენ, აი რაიმე გზებით დაუშვათ ინტერნეტის საშუალებით, ან პირადად ნახეთ, რაც ძალიან ეჭვმეპარება ამარკანის მიხედვით, ან შეიძლება ადრე შეხვდით და ბოლოს როცა გქონდათ მასთან კომუნიკაცია. ეს შეიძლება იყოს დაუშვათ თვეების წინ, ან გუშინ, ან დღეს თუნდაც. ამის შემდეგ რას ფიქრობს თქვენზე, თქვენთან ბოლო კომუნიკაციის შემდეგ? ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენთან ურთიერთობა გავს თამაშს. რა თქმა უნდა, მას სურს, რომ თვითონ იყოს მოგებული და მისი აზრით, თქვენ მისი ყოველი ნაბიჯი გათვლილი გაქვთ და თქვენ წინასწარ ასე ვთქვათ, იცით ის რა ნაბიჯებს გადმოდგამს, რას გააკეთებს, ან რას გეტყვით და ის ვერ ხვდება საერთოდ თქვენს ფიქრებს, თქვენს მომავალ ნაბიჯებს. მან არ იცის, ასე ვთქვათ, თქვენი კარტები. დაუშვათ, რომ ვიგულისხმოთ კარტის თამაში. მან არ იცის თქვენი კარტები და ძალიან აინტერესებს და არის ასარტში. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ძალიან დამოუკიდებელი, ამაყი ადამიანი და ძირითადად, ასე ვთქვათ, თქვენ მომართული ხართ მატერიალურ საკითხებზე. ეს რას ნიშნავს? ეს არის სამსახური, მუშაობა, ფინანსები, ან თუ არ მუშაობთ, დაუშვათ, ფიქრობთ ფინანსებზე, რომ აი საიდან როგორ რანაირად იშოვოთ, შეიძლება ეს იყოს ბიზნესი, ან სამსახურის დაწყება, ან ვინც მუშაობთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია ეს და რაღაც რომანტიკულად არ ხართ განწყობილი. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ფიქრობს, რომ თქვენ მისგან ელით გზას. თუმცა ამ ეტაპზე ეს გზა მისთვის არის ცოტა რთული. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ფიქრობს, რომ ის ყველაფერს შეძლებს
ყველაფერს მოაგვარებს და თქვენი ურთიერთობა შედგება ისე და იმ პირობებით, როგორც მას სურს. და მაშინ დავსვათ კითხვა, მას რა სურს, როგორ წარმოუდგენია თქვენთან ურთიერთობა. გაებმებით აუცილებლად მის მახეში, მისი აზრით, აუცილებლად ყავხართ დაჭერილი, ასე ვთქვა, თქვენ ბადეში. ოღონდ საშიშროება არის იმის, რომ გაუსხლდეთ თქვენ. ამიტომ ის რაღაცით გიჭერთ მისი აზრით, ანუ რაღაც საკითხი არსებობს, რითიც ის ცდილობს, რომ შეგაკავოთ მასთან. ანუ არ უნდა თქვენი გაშვება. თუმცა ესმის, რომ თქვენ ხართ თავისუფალი ადამიანი და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისგან წახვიდეთ. რატომღაც ღელავს ამ საკითხზე და თulis, რომ აი კარგად ყავხართ ამ მომენტში, აი როგორც თევზი ბადეში დაახლოებით, აი ესე. ოღონდ მაინც ღელავს, რომ შესაძლებელია თქვენ გაუსხლდეთ. კარგეთ. თქვათ, ნახოთ, აი რა გააცნობიერა მან ბოლოს თქვენთან საუბრის შემდეგ, რამე შეიცვალა მისი მხრიდან, ასე ვთქვათ, თქვენს მისი მხრიდან, რომ თქვენ როგორ აღგიქვამთ ეს ადამიანი, თქვენს აღქმაში რაიმე შეიცვალა? გახდა უფრო ეჭვიანი, გახდა უფრო დამოკიდებული თქვენზე. შეიძლება ეს ეჭვები ძვირფას უსაფუძვლოა და თქვენ არავით არ საბაბს მას არ აძლევთ. შესაძლებელია. თუმცა ის თვლის, რომ მეტი ინფორმაცია სჭირდება თქვენზე. მეტი. და რაც უფრო მეტად ამაზე ფიქრობს, მით უფრო გეჯაჭვებათ თქვენ ენერგეტიკულად. ფაქტიურად ის არის თქვენი მსხვერპლი. ასე გამოდის. მსხვერპლი პირდაპირ მნიშვნელობით არა. მისი აზრები, მისი ფიქრები, მისი ენერგია მთლიანად მობმულია თქვენზე. რადგან ბევრს ფიქრობს ის თქვენზე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შორის არის დისტანცია, თქვენ შორის არის მანძილი, ეს მანძილი შეიძლება იყოს როგორც მენტალური, ასევე პირდაპირ მნიშვნელობით. ანუ ის თქვენ ვერ გხედავთ, ასე ვთქვათ, ერთ-ერთზე, ასე გამოდის. კარგით. ნახოთ კიდევ რას ფიქრობს ის თქვენზე ახლა ამჟამად. ის ფიქრობს, რომ თქვენ ხართ მისი საკუთრება. მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მესამე პიროვნება თქვენ ორ შორის, მიუხედავად ამისა, თქვენ მას ეკუთვნით. ძალიან ინატრებით. და ძალიან უყვარხართ, მას აქვს გრძნობა თქვენს მიმართ, თუმცა ამ გრძნობას არ ამხელს. ზოგიერთთან შესაძლებელია ამხელს კიდეც უმრავლესობასთან ის არ საუბრობს ამ გრძნობაზე. ის თulis, რომ თქვენ ძალიან კომფორტულად ხართ, სადაც ხართ. თავს იწონებთ თქვენი შესაძლებლობებით, თქვენი გარეგნობით, თქვენი მიღწევებით და საერთოდ არ საჭიროებთ პარტნიორს, ასე ვთქვათ. კიდევ რას ფიქრობს? მას სურს, რომ გარისკოს. რადგან შეიძლება გამოჩნდეს ვინმე მისი კონკურენტი. კარგით ძვირფასებო, მოდით ამაზე დავასრულებ. შევხვდებით მომდევნო ვიდეოებში. პირადი კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. გისურვებთ წარმატება.